სალამი გამარჯობა ნიკოლას. გემი ნიკო, განკითხვისთან. შაბათი რადიოთასვლის YouTube-ის. სამთრის მზიანი დღე. აგერ 20 წელია, ყოველ ხუთ შაბათს ვხედავთ აქ. გაოცი არა, მაგრამ ბევრი აღარ გვიკლია ნიკო. კი ბატონო, უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი ხუთშაბათის შეხვედრები მთელი საზოგადოება მსოფლიო. ილის ხალხი, ილის დიახ ბატონო. ისე ნიკო რაღაც აი ზამთარი მოbrunდასავით ერთი პერიოდი ძალიან მოთბა და მე ეს 25 თებერვალი მაინც თავის საშვება და აი კოლაო ნადირაძე ზიმლეკში რო არის თლათ 25-ში 25-ს თუ ვერ დაუმიზნა და გაარტყა აი მე მაინც იწყება ესეთი ისა უღიმღამო თებერვლის ამინდები. მოჟამული ამინდები. აღარ ვიყავი მზად. ახლა სუსხი იგზნობოდა რომ მოვდიოდი აქეთ. იცი არის ან ესე იყოს ან ისე, ანუ ერთი დღეც ხელა, მეორე დღეც ცივა, რაღაცაა შეურეგოთი. ოკუპაციის თარიღს ხდება ეთყობა ესეთი ისინი. ანუ რა მოხდა რა ოკუპაცია რაზე. უკვე შენც ეჭვი შეიტანე, ხო, ესე იგი. ხო, 25 თებერვალი 1925 წელი. ხო, აი ყოველ ჯერზე რაღაც ხელოს ოკუპაცია. კი, 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს არა, იყო ჯერ თბილისის, 25-ში აირეს თბილისი, მერე გაგრძელდა და 17-18 მარტისთვის დაამთავრეს ეს ამბავი. ბოლშევიკებმა, რუსებმა, ქართველების მეთაურობით, თამადობით, როგორც იტყვიან. ხო, აი რაღაც ამაზე მაინც იყო, ხო, იშვიათი ერი ვართ, რომ მნიშვნელოვან თარიღებთან, მოვლენებთან დაკავშირებით არა გვაქვს კონსენსუსი. ეს 25 თებერვალი 1921 წლის და კიდე რამოდენიმე თარიღი თითქოს გამონაკლისი იყო, ამაზე სრული კონსენსუსი არსებობდა, მაგრამ აი მაგალითად სტალინზეც ხო არ არსებობს კონსენსუსი ხო. სტალინზეც ვილაპარაკოთ მე. აი 25 თებერვალზე თითქოს არსებობდა ხო, იმდენად ცხადი რაღაცა არის. რომ აი არ ვიცი. ჩემი მეგობრები ჩემს ბაბლში ბევრი ღიზიანდება იმას როდებენ კოლაო ნადირაძის იმ ძალიან ცნობილ ლექსს ეს დუმდა და თბილისი ებურა ხალხი დუმდასი რაღაც ეგის დუმდა ხალხი ხო შემოდიოდა სიკვდილით წელით და ან მოხსნეს ლექსი თუ რათა თქვი რაღაცა ან იცი ნუ ახლა გახუნდა რაღაცნაირად კლიშეთ იქცა და ნუ ხოლმე მის მაგაზე ვფიქრობდი რა ხა დიდი პოეზიის კრიტიკოსი არა ვარ მესმის რომ გაცილებით უკეთესი და უფრო პოეტური ოსტატობით დაწერილი ლექსები ყვა ქართველში მაგრამ ვიცი არ არის სულზე ხო გხვდება ანუ ამ მაგაზე მეგობრებთან მიკამათიკა გულაპარაკია ხოლმე აი სიმღერებზეც და ზოგ ლექსზე რომ ამაზე კონკრეტულად არა მაგრამ ხო იცი ლაპარაკი ვარ რომ მარტივია ცოტა ზედმეტად ის არ არის მაგრამ ხო ვიგრძემი და ეხლა მიდი ამიხსანი რომ ის ხალხი თალხი შეიძლება არ იყოს კოლექტივის ტონის კი თან ატმოსფეროს გადმოსცემს რო წარმოიდგენ ხო ვიგრძენი ტყუილა ხო არ არის რომ მე ხანია იმეორებ რაღაცას შვება ხანდახან არ არის მოკლედ ოსტატობაზე და იმაზე სიმღერები არის მარტივად რაღაცა დამღერებული და მე ხო და აქამდე გქონდა ამის ფუფუნება რომ აი ვიღაცა ცხვირი აებზოებია რომ არა და ახლა რაღაცნაირად შემხვდა სენტიმენტები ის ურმალებანიძის ის ლექსი რო არის ბოლოს ესე მთავრდება ხლა ლექსების დიდი და დამახსოვრებელი და დეკლამატორი არა ვარ აი თებერვალოს საქართველოს გაზაფხული ხარო ხო აი ეგეთი ეს სენტიმენტები წამოვიდა ხო ახლა უცნაური რაღაცა არის რაზე ლაპარაკობთ რას გულეს ხო აი ძალიან ესეთი ცნობილი ის არის ტელეწამყვანი და მომღერალიც ხო მომღერლობით ისოდი მომღერალი ხო აი ხანია მული აღარ მომღერია მაგრამ უცნობზე ლაპარაკობ ტელეწამყვანი რომელმაც ნუ აი მარო მაყაშვილისთან დაკავშირებით ესეთი რაღაცა ბრძანა რომ ნუ ახლა ეს მარო მაყაშვილიო ყველაფერს რა ხელზე იფხერთო და რაღაცა მარო მაყაშვილი აი რუსებთან ბრძოლაში რუსებმა კი არაო იმ ხელისუფლება მოკლაო როგორცო მოკლაო ანწუხელიძეო იმ წინა ხელისუფლისგან ხო და ახლა ნუ ახლა თუ ეს მარო მაყაშვილი ვინ მოკლა და როგორ მოკვდა ახლა ამას თუ ეჭქვეს დავაყენებთ ხო რაღაცნაირად ეჭქვეშ დგება ეს ისიც ხო სიტყვაზე 1921 წლის ეს თებერვლის ამბებიც და მესმის ნახე აზონ თქო მეორე მხარე რო ისაუქნა აი არ მგონი რომ მაგაზე დისკუსია არის დაწყებული ან რაც რეალურად აზრებია გაყოფილი კაი უცნობმა თქვა რაღაცა დარჩენი მეტი არავის არ უთქვამს იმავე დღეს მე კი არ უყურავდი სახელმწიფო ქრონიკას თუ რა ვიცი რაც ქვია მაგრამ ტელევიზია იყო ჩართული და მიდიან ხოლმე ხა იუნკრაპს
ხო, აქ რუსეთის გაყვანა არის რაღაც. აი იცი რა არის ძალიან გავს მთელი ამ 70 წლის წინანდელ ნარატივს. მაშინაც ესე იყო, რომ აქ რუსეთი არაფერ შუაში არ არის. არც საბჭოთა და არც ზოგადად აქ არის შიდა სახელმწიფოებრივი ამბავი. ბოლშევიკები ამ ქვეყნის ერთი პარტია, ბოლშევიკების და მენშევიკების ერთმანეთს ეცილებიან ძალაუფლებას. რო ამოიღო ის პერიოდიკა მაშინდელი, ხო? მაშინ ეს თვითონ ეს ბოლშევიკების გაზეთი კომუნისტი, რომელიც მერე დარჩა 70 წელი, ამ ნარატივს ატარებს, რომ ისა საქართველოს ეს პირდაპირ ესეთი სტატია აქვს ერთი წლით ადრე, ანუ იმამდე თებერვლის მოვლენებამდე და თბილისის აღებამ პირდაპირ ესეთი სტატიის სათაური აქვს საქართველოს დამოუკიდებლობა. ფილიპე მახარაძე იყო ამ გაზეთის რედაქტორი და ანუ ეს ხო სულნათი და ის ხელმოწერილი არ არის სტატია, მაგრამ სავარაუდოდ ან თვითონ ან მისი კალიბრის ვიღაც ტიპის ის დაწერილი არის. სადაც ის ამ იმას წერს, რომ ესე იგი საქართველოს დამოუკიდებლობაზე არ არის ლაპარაკი, აქ უბრალოდ არის გლობალურად ძალთა ჭიდილი, გაიგე, რომ ეს მენშევიკები ცდილობდნენ ანტანტასთან დალაგდნენ და ესე იგი საქართველოს რეალურად ამ ბურჟუაზიაზე და ამ კაპიტალისტურ სამყაროზე დამოუკიდებულება შეფუთონ აი ფსევდო დამოუკიდებლობით. ხო და აი მერე ხო 7 მაისის ხელშეკრულებას გააფორმებენ რუსეთთან სამშვიდობო ზავს, ხო და აიო რუსეთმა როცნო საქართველოს დამოუკიდებლობაო. აი ეს არისო იმ ნაღდი დამოუკიდებლობის გამოკვეთაო ნიშან წყალიო გამოჩდაო, რომელიც ელოდებაო ჯერ წინო ქართულ გლეხებსა და მუშებსო. ანუ ეს თავისუფლება, რასაც ახლა მენშევიკები აფრიალებენ, ეს არის ბურჟუაზიის თავადაზნაურობის და მენშევიკების თავისუფლება. ხალხი ისევ გასათავისუფლებელი არისო და ჩვენი პარტია ამ ლეგალური მოქმედებებითო მოუტანთო საქართველოს ნამდვილ დამოუკიდებლობასო. ხო და ახლაც რაღაცნაირად როდესაც მოусმენ ვიღაც გავლენიანი ტიპი რო ლაპარაკობს რაღაცნაირად რო ცდილობს აქ რუსეთის როლი დააკნინოს, ხო? ბუნებრივი არის ახლა მექანიკურად ერთვები იმ იმაზე. გახსენდება რა ეს 100 წლის წინანდელი ეს პროპაგანდისტული ნარატივები. რუსეთი რა შუაშია? რუსეთი არაფერ შუაშია, ასეთ იმას არა. რუსებმა კი არ მოგვიკლეს, იმ თავრობის უგუნურმა ქმედებებმა მოკლეს. ის ხელი რო იყო ეს სისხლი ჯერ არ იყო გაცივებული, როდესაც ის შემოსული ბოლშევიკების სარდლობა, მეთაურობა, რავი, საგანგებო რაზმები და ისინი სწორედ ამას აღნიშნავდნენ და ესეც ამბობდნენ, რომ აი უაზროს ღერპლი მენშევიკები რო არ ყოფილიყვნენ, არც ეს არაფერი მოხდებოდა. თავიდან რომ დავწოლოთ ის თუ რა ხო. ხო. ესე რაზეც ვიგამათია კი არა, ადრე აუდიო პოდკასტი როცა მქონდა გუნდი იმიტეს ლოკალიზმთან მქონდა შეიძლება ბებესთან კობახიძესთან როგორც წესი ისტორიკოსები ამბობენ რომ არ უყვართ კონტრფაქტების ლაპარაკი, ანუ რა მოხდებოდა სხვანაირად რო ყოფილიყო. თუმცა გიждდებიან და მაინც მაგას ეწყებიან ხოლმე ლაპარაკს. ერთ-ერთი ლექსი არის, რომელიც შენ აგური რო დაცემოდა პეტერ ილიც ბავშვობაში, როგორ გავითარდებოდა მე მოვლენები. ნამდვილად. ხო და ერთ-ერთი კითხვა მქონდა რომ ანუ უკანა ხედვით რო უყურებ, რა შეეძლო მაშინდელ საქართველოს ხელისუფლებას სხვანაირად ეკნა რომ თავი აერიდებინან. სად დაუწყეს შეცდომები და მე მგონი ერთს ვკითხენ ორივეს ან ყველა ამბობს რომ აი აქედან რო უყურებ, შეიძლება კონკრეტულ რაღაცაში ურჩიო რომ ის ამ თვეში ესე არ ქნა ეს გაწყვეტილება ესე არ მიიღო, მაგრამ საბოლოო ჯამში აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ ბოლოს მაინც მოვიდოდნენ და მოგერეოდნენ. აქ ჩდება ესეთ შეკითხვა რომ წარმოიდგინე რომ კიდობანში ვარ. თუ იცი რომ მაინც შემოვა, რომელი პოლკი იყო? 11 არმია. 11 არმია. ჟულობა ვერ მოერევი რა, ანუ არა გაქვს შანსი. ხوارჯობია რომ არ შეაწყვიტო მარო მაყაშვილი. ხო, ეს არის. მაყაშვილი არის ბჭყალებში. ასევე ისე და აღინიშნოს. ძველი და ახალი პროპაგანდის ნარატივია. ასე და აღინიშნოს რომ იუნკრების როლიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მაროსის ხვებისაც, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ამათი წინ წამოწევით არცანაირად გამოძღვრა დაკნინება ხდება დანარჩენი ჯარისკაცების, რომელმაც ხურძოლეს. ანუ ისი არ იყო რომ მარტო იუნკრები იცავდნენ თბილისს და დანარჩენი ჯარისკაცები იუმეს, წააგეს, სისხლი ანუ იყვნენ რა ჯარისკაცები. ხო, აი, მაგრამ მოიცა იქ შეკითხვა მაგაკეთე, მთელი ცხოვრება რაც ვიზრდებოდი, ვიცოდი რომ აი ღირდა იმათი თავგამწირვა და ჩემი ხედვა არის დღესაც რომ არა მაშინდელი ჩვენი ბრძოლა დღეს დამოუკიდებლები აღარ ვიქნებოდით. იმიტომ რომ მანამდე რამდენი საუკუნე ვიყავით რუსეთის ჯერ ორბიტაში და მე რუსეთის ნაწილი და გქონდა პატარა გაელვება დამოუკიდებლობის და აღდგენა რაც მოხდა იმ რამდენიმე წლის რაც იქ გქონდა, ხო? ამიტომ ჩვენ ვამბობდა როცა 9 აპრილის
სხვაებს მადლობას უხდით, ვამბობთ, რომ ეს სისხლით ყველა კი არ დაღვრილა, არამედ ეს იყო როგორც მაშინდელი იმაში წერდნენ ხოლმე, გაიპოხა მიწა სისხლით, რომლიდანაც შემდეგ ამოვიდა მოსავალი და ეს მოსავალი არის დამოუკიდებლობა, რომელიც დღეს გვაქვს. ეს იყო ნარატივი, რომლის ალტერნატივა არც მქონდა გაგონილი არასდროს, ანუ ვიცოდი რომ ეგრეა და მორჩა. მაგრამ თუ ვიღაცა მეუბნება, აი ეს დღევანდელი იმიდან რომ რა აზრი ქონდა, ანუ თუ იცი რომ უნდა მოვიდეს მე-11 ავრილი და მოგერევა. იქნება ჯობს რომ გავუხო კარები და აღარ შეაწყვიტო შენი ახალგაზრდები და ისე. შენ ერთ კითხვა. ჯერ მარუმაყაშვილზე ორ სიტყვას ვიტყვი რომ დავამთავროთ ეს ამბავი. ხო, ახლა ცუდად ჭყალებში მიახდა მარუმაყაშვილს, იმიტომ რომ მარუმაყაშვილის დაღუპვა და მარუმაყაშვილის ცხოვრება არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი ამბავი. დღიურები დატოვა. არ იყო ხო შეცდომაში იყო შეყვანილი თუ შეგნებული არჩევანი ქონდა თუ მოკლედ მისი სამყარო როგორ იყო და მისი სამყაროდან გამომდინარეობდა თუ არა ეს წინააღმდეგობა ამაზე შეიძლება საუბარი. არ იყო დაკარგული ოჯახიშვილი, ხო ის კოტე მაყაშვილი იყო ძალიან ცნობილი მწერალი და მე მწერალთა კავშირის თავმჯდომარე წლების განმავლობაში და ლექსიც აქვს ამ მაროს გარდაცვალებაზე, დაღუპვაზე დაწერილი და აქ უყურე ეს ოდნავ ის კი არ არის აქ სინახავ და შვილს დასტირის გოგუა თანა ხო ახლა ბიჭს და კაცს იმ პერიოდში როზდიან მებრძოლი და სამშობლოსთვის თავი უნდა გას ხო ეს მედა იყო და ის ჭრილობ იმის ნამსხვრევისგან იღუპება ხო და ეს მამამისი დასტირის ამ მაროს ხო მაგრამ ამბობს რომ ხო აი მაისი შემიცვალაო ამ თებერვალმაო რა დამიჭრდილაო რა მაისი ეს დამოუკიდებლობა და ამ შენმა სიკვდილმა ეს ამბავიო მაგრამო იმას კი არ ამბობს რომ ეს ტყუილი მსხვერპლია და რომ აი ეს რომ ჟორდანია და იმ თავრობას რომ სხვანაირად რაღაც გაეკეთებია შენ გადარჩებოდიო შენი სიცოცხლის შენი სიკვდილის შენი თავგანწირვის ღირსი რო ვიყო მეო ისე უნდა ვიცხოვრო და ესეთ რაღაცას ამბობს მამა ამბობს შვილზე და 100 წლის მერე ეს ტყუილი მსხვერპლი იყო თუ რაღაცა რანაირი მსჯელობაა საერთოდ ახლა ის შენ რო ამბობ რომ აი თუ იცოდი რომ აიც მე-11 არმია მოვიდოდა და იჟლობა და ჰეკერი და ვიღაც ტიპები და გადაგვივლიდნენ რა აზრი ქონდაო სინამდვილეში ეგრე არ ადგას საკითხი სინამდვილეში როგორ დგას იცი ის კი არა ის რომ ვერაფერს გააკეთებდნენ და ამას რამეს დააშავებდნენ და არ გამოიწვა მოკლედ ხომ არ გამოიწვიეს ის აგრესია ხო ამაზე არ არის. ყველა ვარიანტში ეს აგრესია იქნებოდა. თუ საყვედურობდა ეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მაშინდელს და სამხედრო ხელმძღვანელობას, ის რომ რაღაც არასწორად გააკეთეს, უფრო კარგად დაგეგმილი წინააღმდეგობა ვერ გასიეს. ამაზეც ვთქვათ, მაგრამ ის მე ორი სიტყვა ვთქვათ. იცი რა არის? 1 წლის წინ აქ ჩვენ ყვებით ახლა 1921 წლის თებერვლის მოვლენებზე, მაგრამ 1 წლის ადრე 1920 წლის აპრილში ისევე ესე ჩატლახური ის ქონდა აქ ხო ვითომ ხალხი აჯანყდა და მე-11 არმია მოყვა იქ პორჩალოსში სომხები და ესენ აჯანყდნენ და მე-11 არმია მოვიდა დასახმარებლად იქ 20 წლის გაზაფხულზე საბჭოთა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ვითომ მოხდა ამბავი და საბჭოთა აზერბაიჯანი უკვე გაწითლებული ყავთ აქ ახლა ის დღეს რო ამბობენ ესენი რომ 21 წელში მოხდა ყველაფერი არა ბევრად აზერბაიჯანი და საბჭოთა აზერბაიჯანი უტევდა თბილისს და ის საქართველოს და მთელი შეტაკებები და ბრძოლები იყო და აი ის ცნობილი ამბავი ის რომ სერგო ცნობილი არის 21-25 თებერვალს რო გზავნის რომ თბილისის თავზე ეს დროშა ფრიალებს მაგრამ აი 20 წელში ეუბნება რომ ყველაფერი კარგად მიდის და ამ რიცხვისთვის თბილისში ვიქნებითო მაშინ ქონდა ცდილობა, მაგრამ მაშინ ამ იმან მთავარსარდალი ვინც იყო გიორგი კვინიტო ძალიან მაგრა იყო ჩაღა შეუტია, გადავიდა კონტრშეტევაზე, გაყარა საქართველოსდან და იქით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ზდევნიდა და დიდი ალბათობა იყო 40,000 ისყავდა ჯარი 40,000-იანი ქვეითი და კავალერია და ყველაფერი და ჟორდანიამ დააბრუნა თორე აიღები და ნუ ახლა ხო ხდები შენ თქმის არ იყოს რომ ალტერნატიული იმებით ან აიღები და ან არ აიღები და მაგრამ ნუ ძალიან ხოძე იყო და ამის გამო ბევრ საყვედურობდნენ იმას ნოე ჟორდანიას არის ვერსია რომ აი ამ წარმატებული კონტრიერიშის გამოძახილი იყო ის რომ ლენინი და ის საბჭოთა რუსეთი წითელი რუსეთი დათანხმდა ამ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას ეს ძალიან ცნობილი რო არის 1920 წლის სამშვიდობო 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება საქართველოს დამოუკიდებლობას ცნობს, მაგრამ საქართველოს მთავრობა ლეგალურად აძლევს ნებართვას კომუნისტურ პარტიას იმუშაოს და გამოსცეს თავისი პარტიული ორგანო კომუნისტი.
მერე ისინი გასაკეთებდნენ გასაგებია და ესენი იდეოლოგიურად და კიდევ ამ ბოლშევიკებს და ამ პარტიის წევრებს და აქტივისტებს რაღაც 1000 კაცზე მეც უშვებს ციხეებიდან და ხელფეხი ეხსნება. აი რომ არა ის საფრთხე, ხო, შეიძლება არ ექნაო. მანდაც ხშირად საყვედურობენ ხოლმე რომ ეგეც ზედმეტი ჯობდა რომ არ გამოეშვათ ის ბოლშევიკი აგიტატორები რომლებიც ქვეყანას თუმცა მე ისე მალევე დაიჭირა საგანგებო რაზმმა. მე როგორც მესმის დილეტანტურად მაშინდელ იმაში შიდა მეოთხე კოლონას კი არა მეხუთე კოლონას რა თქვი მეოთხე დიდი როლი იმდენად არ უთამან გარედან მოვიდნენ ხო ვერ არ ქონდათ გავლენა არანაირი ისინი თქვა აქ გაზეთს გამოსცემდნენ ლეგალურად იყვნენ თუ არ იყვნენ არაფერი არ უქნიან მე შეძლო კაცმა არ იცის ნიკო აი ის ვირუსი რომ სიტყვაზე ეს ახლა მერეც ხო იყო მოლოდინი აი აღნიშნავენ თუ არა საიდან გაჩნდებოდა ეგ მოლოდინი არ წუნებდნენ და ეს ხო იცი რაღაც ნელი მოქმედების შხამი არის რა ეჭვი ყველაზე მურტალი არის იცი გაუწიო ესეთი შევაკლა თავი თუ იქნებ ბიჭო მართლა პარტიული ბრძოლა არის და აი უბრალოდ ის არის ერთ პარტიას მეორე შეცვლის თორე ესეც დამოუკიდებლობის მომხრეა ხო აი ეს არ არის პატარა ამბავი აქ ხო მაინც საერთო სახალხო წინააღმდეგობის გაწევაზე არის და საერთო სახალხო წინააღმდეგობა ეფექტიანი მაშინ არის თუ რაღაც ერთსულოვნება არის ხლა თუ დიდი ნაწილი ფიქრობს რომ აი არც ის მომენტი იქნება არც ისეთი რამე ხდება იმიტომ მერეც იყო ნარატივი მახსოვს 90-იან წლებში როდესაც მაშინდელი პირველი ხელისუფლება მენშევიკებსაც ერჩოდა და მერეც ჯუთან არ ქონდათ კაი სახელი მიხვდეთ რომ ჩვენი პირველი რესპუბლიკა მენშევიკები იყვნენ მაგრამ რაღაცნაირად მიჯნავთ ხოლმე რომ ისინი სხვები იყვნენ და ესენი სხვები და მე მგონი მესმის რატომაც მაგრამ ნუ ესეთი ანეკდოტი იყო რა განსხვავებაა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის და ბორბალი რომ ძნერს გადაულის მეტისა და ხებგან არაფერი არ მაჩერებს რასაც მე იმას ფუნას და აქეთ მენშევიკები არიან და იქით ბოლშევიკები. ყველაზე ცუდი შედარება. რაც არის ყველაზე ცუდი საერთოდ არ იყო ეგრე. საქართველოს შემთხვევაში მაინც. იმიტომ რომ სუთავიდან ახლა ისტორიულად რომ მოყვე, როცა კომუნისტური პარტია გაიყო ორად და ლენინის ერქვა ბოლშევიკები თუმცა ნაკლებნი იყვნენ და მარტოს ისინი მართლა თავიდან ერთი პარტია იყო, მაგრამ სად ახლა აქ ჩვენები რომლებიც შორს იყვნენ ცენტრიდან მოსკოვიდან თავიანთი სხვა პრობლემები ჰქონდათ და დღევანდელი გაგებით ალბათ სოციალ-დემოკრატები უფრო სოციალ-დემოკრატები კომუნისტები ხო შემდეგ შეკითხვას დაგისვა მოიცა აქ დავამთავრებ აი ეს საყვედურები მერე ხო იყო თბილისიც ხო ესე დატოვეს არა რომ თბილისი მოკლედ 25-ში რო ნახო 25 თებერვლის გაზეთები გამოსული ხო აი როგორ იცი ძალიან ესეთი ოპტიმისტური და აღმაფრთოვანებელი განწყობა რომ სტატიებიც ესეთი იბეჭდება რომ აი კარგად ვიბძვით წინა დღეს ეს ის ფრონტის ხაზი იყო გარღვეული აღადგინეს დაატყვევეს რაღაც მოკლედ წარმატებული ოპერაციები ჰქონდათ მაგრამ და მაინც მიიღებს ეს მხედართმთავარი ჩვენი მთავარსარდალი გიორგი კვინიტაძე თბილისის დატოვების გადაწყვეტილებას გიორგი კვინიტაძეც მერე წლების მერე დიდხანს იცოცხლებს ნოე ჟორდანიას დიდხანს იცოცხლებს ხო მერე სულ ჰქონდათ ეს გადაძახილი და კამათები და გიორგი კვინიტაძეც ყოველთვის ამბობს რომ აი 20 წელში რომ ის არ შევეჩერებინეთ კაცმა არ იცის 25 თებერვალი დადგებოდა თუ არა აი ერთი ამას ამბობს და მეორე კიდე ეს მაშინ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამეშვილი ძალიან მაგარი ტიპი ამ პირველი რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი მთავრობის პირველი თავმჯდომარე ეს ნოემდე იყო ჟორდანიამდე მისი შვილის მოგონი ის არის კიდე ჩანაწერები ჩვენი შეცდომები სადაც პირდაპირ ამბობს მამამისის ბრალზე რომ აი იმ განკარგული ლენინთან იმ საზავო ხელშეკრულების გაფორმების და იმ ჯარის მოbrunების გამო უნდა დაეთუსაღებია ნოე ჟორდანია და გაესამართლებია ხო ახლა ნოე თვითონ ამბობს ეს ცნობილი არის ეს იმის გენერალური შტაბის აი ამ სხდომის ისა შინაარსი ნოე ჟორდანიას თანაშემწე აღწერს ამას რა მოხდა ხო რა არგუმენტებით მიიღო ამ კვინიტაძემ რომ მოახსენებს ის გენერალი ჟიჯიხიასის მოვა შეტყობინება რომ კარგად არის რა ფრონტზე ამბები და ის ამბობს რომ არა ალყაში მოქცევის საფრთხე იყო ტიპი იყო გამოცდილი მხედართმთავარი გენერალი ხო ისეთ ადგილებში გამოარღვია ამ იმან წითელმა არმიამ ხო იგრძნო რომ ნუ ქალაქი მოექცეოდა ალყაში ჯარი მოექცეოდა ალყაში და დაიღუპებოდა და მიიღებს უკან დახევის გადაწყვეტილებას რომ სადღაც მცხეთასთან არ გამოვა მერე სურამთან შეკრიბავს ჯარს და გენერალურ იმას გამართავს ილია ოდიშელიძე იყო ასევე ძალიან მაგარი გენერალი რომელიც წინააღმდეგი იყო რომ პირიქით კონტრშეტევაზე გადავიდეთ ჯარი მხნეთ არის ოპტიმისტურადაა განწყობილი ხალხის რო დავტოვოთ არასწორად გაგვიგებენ პანიკას გამოიწვევს მერე ეს გამოდგება სიმართლე
და მოკლედ ეს ორი აზრი იყო. ამ როგორ? მაზნიაშვილიც იყო. მაზნიაშვილი მე მარტში გამოიჩენს თავს ბათუმის და იმის ამბებში, ხო და ეს ჯორდანია იტყვის ესეთ რაღაცას, რომ ეს არის მხედართმთავარი, ხო, მთავარსარდალი. აქვს უფლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, კიო ის ოდიშელძე იტყვის. ну მაშინ მიიღოს გადაწყვეტილება. თვითონ წინააღმდეგი იყო. მე კიდე იქ რომივა პარლამენტში, იქაც რო იტყვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული არის, იქაც დაესევიან, რომ არა და მაშინ ვინმე მაიღეთ თქვენ თავზე პასუხისგებლობა, რომ სხვანაირად მოიქცევით და მოიქეცით ისევ, ვერავინ ვერ იღებს პასუხისგებლობას. მე ისე აღმოჩნდება, რომ ნუ მართლაც ეს თბილისის დატოვებას ექნება ძალიან სიმბოლური მნიშვნელობა, ну, მოკლედ აღარ მოხერხდება ესეთი იმის გენერალური იმისთვის შეტაკებისთვის მნიშვნელოვანი ძალების თავმოყრა. ხო და აქ ეგ არის, იგი უფრო საყვედურობენ იმას, რომ რამდენად შეძლო ესეთი ორგანიზებული და კარგად აგეგმილი წინააღმდეგობის გაწევა, თორე ის რომ საერთოდ არ უნდა გაეწია წინააღმდეგობა, ამის ლაპარაკი არ ყოფილა. მით უმეტეს რომ აი წინაწარ ჯერ სამი წელი სუომები იყო სხვადასხვა სომხეთთან, იქით თურქეთთან, იქით რუსეთთან, აი ერთხელ ორჯერ. ხო რაღაც სულ წარმატებული ისინი ჰქონდა და ნუ ახაც ბოლოდინი იყო რომ წარმატებულად მოიგერიებდნენ. თუმცა იმის გამო რომ დასავლეთი გავიდა, ის პირველი მსოფლიო ომის მერე ხო გერმანია დამარცხდა ის ამ რუსეთში სამოქალაქო ომიც ამ წითლების გამარჯვებით დამთავრდა ის ინგლისი დაღლილი ის და როგორც კი ხელი ჩაიქნიეს და რეგიონიდან გავიდნენ ახლა რუსეთს რო ერთ-ერთზე შერჩები სიტყვაზე 150 მილიონი ნუ 100 მილიონი იქით და აქ რაღაც 2 მილიონი თან ხო ვიცით ჩვენ რომ ერთადერთი ის ინტერვენცია არ ყოფილა აქედან ამ ხრიდან ხო წითელი ხიდიდან იყო იქიდან აფხაზეთის მხრიდან და რაჭის მხრიდან და ნუ ყველა მხრიდან მოდიოდნენ. ნუ ეს გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ შეიძლება ცოტა დროში გადასულიყო და ამ დროსაც აქვს მნიშვნელობა. ეს 3 წელი, ხო? 3 წელი არის, რა ვიცი. ეს 3 წელი არის აი მთავარი ფუნდამენტი. ახლა რაზეც დაშენებული არის ჩვენი დღევანდელი იდენტობა პოლიტიკური და ყველაფერი, ხო და ნუ ახლა ამ წინააღმდეგობის ეგრე საერთოდ არ უნდა შეხედო რა ის 24 აგვისტოს აჯანყებაც რო იყო ხო ახლა იქაც რაღაც ესეთი ძალიან ესეთი ის ბევრი რამაზე ხუმრობა შეიძლება და რაღაც ის ხო ასეთ მნიშვნელოვან მომენტში რომ რაღაცნაირად დროს ვერ შეათანხმები და ადრე დაიწყები და ადრე გამჟღავნდები და მერე გამოიწვევს უზარმაზარ ცხვერპლს მაგრამ ეს თავგაწირვაც მნიშვნელოვანი არის და რა ვიცი აბა რომელი ერებიც და ხალხებიც და ქვეყნებიც იბრძვიან მერე ისინი რჩებიან ისტორიაში და რუკაზე და ყველგან და ვინც არ იბრძვის და გულზე ხელი დაკრეფილ ხალხს მერე სად მიყავთ და როგორ ყველა მიცის ხო და მეორე შეკითხვაც ამა ხო ჯერ პატარა ამითი რეპლიკით გამოვამ და ხშირად ქონა ხო მეგობრებთან ვლაპარაკობთ იმ რა მოხდებოდა თეთრები წითლები და ზოგი განსგავს ხოლმე ბრიტანელებს რა ირატო კოლონე მხარი არ დაუჭირეს თეთრებს მერე წავიკითხე თეთრები ჩვენთვის საქართველოს დამოუკიდებლობას ყველგან უარესი იყვნენ წითლებზე იმიტომ რომ კომუნისტები ისე მაინც ამბობდნენ რომ ერების თვით გამორკვევა რაღაც თეთრები ყოველ რუსეთი გაბა ისი საერთოდ ლაპარაკი არ იყო იმას მონარქისტები იყვნენ ისინი იმდენად რომ ერთ-ერთი მიზეზი ბევრი მიზეზი იყო რატომაც წააგეს და ანუ ბევრი გადმოსახედანი იყო რომ თეთრები უკეთესები ვიდრე წითლები არანაირად არ იყო ეგრე და ერთ-ერთი იყო ის რომ უკრაინაში ისინი უგნებოდნენ რომ ცოტა დამოუკიდებლობა მოგვეცი და იქნებ ხარი დაგიჭიროთ იმ საზღარი ბოლშევიკების წინააღმდეგობა და ესენი უნდა რომ არა მათ წარს უძღვენ დამოუკიდებლობა ჩვენ მეფის სახელით ვიბრძვით და ბოლოს ყველა მიფიქრა რომ აი შენი სულელები არიან სუდად იბრძვიან და თან მაინც ჩვენ არაფერს არ მოგწევენ და რა რაღაცე ხო აი ის მეორე შეკითხვას დაგისვამ ახლა სადღაცა მივიდეთ რაც ერთიანი ის გქონდეს 1999 წლის 9 აპრილი ხალხი არის შეკრებილი უკვე ბოლო მომენტში ჩანს რომ რაღაცა ცუდი მოხდება ანუ ყველა მიცის რომ ჯარი არის შემოსული პატრიარქი მართავს ხალხს დაიშალეთო და ესენი პასუხობენ რომ ყვები მაინც ჟუანტელი მივლის იმიტომ რომ ყურების დროს გულგრილაკს რამდენი ხანი გავიდა რამდენიმე წამიანი პაუზაა და მე ყველა ერთად საქართველო და ეს ზახილზე მაინც არ გიждები ხოლმე იმიტომ რომ სულ მაგრამ აი ეს მომენტი არის როცა საერთოდ იგრძნო ისტორიის წახოს არ უნდა წასულიყო ინსახში ანუ იც ჯარი მოსულია დაგარბევენ შეიძლება წინასწარ არიცი რომ ხალხს მოკლავენ გასკაო აი მაგას ვამბობ არ ჯობდა წასულიყო ინსახში
რანაირად ჯობდა უყურე ჯერ ერთი აქ ეს ამბავი ხო არა ახლა უყურე ისა ჩვენ რო უყურებთ ამ იმას კადრებს ხო თითქოს რაღაცნაირად ისეთი შთაბეჭდილება გვჩება ხო აი ეს უკანა რიცხვით რომ ნუ ალტერნატივია ხო ესე უნდა მომხდარიყო ახლა რაღაცა რომ მოხდება მე ყველანაირად აი ყველანაირი ლოგიკური ახსნა განმარტება არსებობს რომ აი სხვანაირად ხო წარმოუდგენელი იყო ეს ხალხი დაიხოცებოდა რა დიდი მიხედვა იყო მაგრამ ნუ რა არის უიარაღო ადამიანი შეუიარაღებელი რამოდენიმე ათასი ადამიანი დგას ქალაქის ცენტრში პრინციპში რო თქვა ხო მაშინ ყველა სახელმწიფო ორგანო თუ კი რამე ის ქონდა საშუალება ქონდა ზოგადად მართავდა სამსახურში ვერ დადიოდნენ თუ რა აი პარალიზებული ასე ვთქვათ იმის გამო რომ იქ ხალხი კიბეებზე იყო არ იყო არ ქონდათ აღებული შენობები ხო არ იყო ეგ ვარიანტი გარეთ მართულ რადიკალებად მოიხსენია არა ეგ ყველაფერი კი მოლოტოვის კოქტეილები და ყველაფერი ეგ ნარატივებს იმეორებს ეს პროპაგანდა პერიოდულად ატრიალებს ხოლმე მაგრამ რა აუცილებლობა იყო მაგ ხალხის დახოცვის მიტინგის მასეთნაირად დარბევის. აი რა აუცილებლობა იყო. ხო გეუბნები ახლა რო უყურებთ თითქოს ეს ისტორია ეს ამბავი რაც მოხდა უალტერნატივოა. აბა დაჩეხავდა ჯარისკაცს რო ის ნიჩაბი აქვს ჩაარტყავს ტანკი რო არის ტანკი გადაუვლის ახლა ფიქრობ ესე. ხო რო უყურებ მაგრამ რატო იყო ესე რატო ნიშნავდა იქ დარჩენა მაინც და მაინც სიკვდილს. შეეძლო მიწოლოდნენ გაეყარათ, გაელახათ, რავი წყალი მიესხათ, რაღაც აი ხო რაღაც შეერიათ წყალში და ის მიესხათ ხო არ იყო ეგრე რომ აი ვიღაცა გაწირა იქ იდგა ადამიანი სულად შეუიარაღებელი ხო თითიდან გამოწოვილი ამბავი არის რომ ეს რაღაც არანაირი შეიარაღება აქეთ მხარეს არ ქონია თვითონ იმ დროინდელ იმას მოუბრუნდები ნარატივს რომ რაღაცნაირი ხიდები გავაბათ მაშინ ჯერ ქართულის თავიდან ვიდრე არ შეიცვლებოდა და საბჭოთა პრესა ესე ატრიალებდა ამ ამბავს რომ მათ უბრალოდ მშვიდობიანად დაშლა უნდათ მომიტინგეების რომლებიც თავს დაესხნენ ჯარისკაცებს რომლებიც თავს იმაშებოდნენ იცავდნენ იგერიებდნენ სამწუხარო შემთხვევა მოხდა მაგრამ ასევე ყველა უმეტესობა ჯგლეთაში დაიღუპა ჯარისკაცებს მაინდა-მაინც ბევრი არავინ მოუკლავთ და თუ ამის იმტკიცებულება არის რომ ნახე აი მოხუცები და ახალგაზრდები დაიღუპნენ ზედმეტად ჩვენ რო ბოროტები ყოფილიყავით კაცებს დავხოცავდით უბრალოდ ვინც ვერ გაძლო ხო მე ნუ მეკამათებიან შევიაზე არის ერთ ერთი წამით მაგრამ მახსოვს მაშინ რაც იწერებოდა რომ კაი ნუ გაატრაგეთ ეხა ისეთი არაფერი არ გვიქნია თქვენ თვითონ დახოცეთ ერთმანეთი ჯგლეთვაში რაც არ იყო მართა რასაკვირველი არ იყო ამავე დროს 100% ტყუილიც არ იყო იმ ხრივ რომ ჯგლეთვა იყო იქ ანუ ჯგლეთვა იყო მაგრამ ეს ჯგლეთვა არის ეს სასიკვდილო იარაღი ხო სიტყვაზე ისე არ უნდა ისეთი ვითარება არ უნდა შექმნა რომ 20 ადამიანი იქით იყო ჯგლეთვაც რომ ხო შეიძლება გასაქცევი მიცე ეგრე უყურე იმ იმაში საკონცენტრაციო ბანაკებში ან რუსეთის ლაგერებში და იქ ახლა ხო იქაც ყველას დახვრეტით და იმით არ კლავდნენ ზოგი მშენებლობაზე კვდებოდა ზოგი შიმშილით კვდებოდა ზოგი ავადმყოფობით კვდებოდა აქაც ხო ისეთი პირობები შექმნენი რომ ამდენი ადამიანი დახოცილიყო რომლის არანაირი აუცილებლობაც არ არსებობდა სიტყვაზე ერთი მხრიდან რომ იწოლოდა გაიქცეოდა წავიდოდა ხაი დაბრუნდებოდა არ უნდა დაბრუნებულიყვნენ ეგ იყო საქმე არ დაბრუნებისთვის არსებობს ორი მეთოდი ისე გალახო ისე შეაშინო რომ ვერ წამოდგეს ან მოკლა და ხო სხვა რა არის აბა მაგ დროს 90-იან წლებში როდესაც 90-იან წლების ბოლოს დამოუკიდებლობა შედარებით ახალი მოპოვებული თვალგენელი ჰქონდა მახსოვს აი მე პატარა ვიყავ მაგრამ გარშემო ყველა ესე მიიჩნევდა რომ რაც მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლა იყო გარდაუვალი ანუ ცხადი იყო რომ იმდენად მოირხა რომ მაშინვე ძალიან სწრაფად დაიშალა დღევანდელი გადმოსახედა რომ უყურებდა თქვათ აი რაც გერმანელებს ამერიკელ ავტორებს კითხულობ საერთოდ არ ჩანდა გარედან ეგრე რომ რაღაცა გარდაივალი ხდებოდა. ეხლა საშინელი იყო ჩვენთვის 9 აპრილი, მაგრამ ნუ თიანანმენის მოედანზე რაც მოხდა იგი არ იყო ათასობით ადამიანი არც კი ვიცით მთელი მასშტაბი იმისა რაც მოხდა, ხო? მაგრამ გადარჩა სისტემა. ეხლა ისტორიულად რო უყურებ, ჩვენთვის ქუჩის სახელები ქვია გმირებს იქ დაღუპულს, მაგრამ ცინიკურად რო თქვა 1000 კაცი ხო არ ყოფილა ანუ რა და გაცილებით უფრო სასტიკი რეპრესიებიც არსებობდა და იყო შესაძლებლობა რომ რაღაც დროს ყოფილიყო იმიტომ რომ მაშინ კომუნისტურ პარტიაში იყო კიდე უფრო ჰარდლაინერები როგორც ინგლისურად ამბობენ და უფრო კაცრი კურსის გამტარებლები მაგრამ ერთ-ერთი რამაც
მოშალა იმ წუთას საბჭოთა კავშირი სწორედ 9 აპრილი იყო, იმიტომ რომ ვიკიპედიაზე ვნახე და მე გადავედი მართლა არსებობს თბილისის სინდრომი ერქვა, როდესაც ჯარს აღარ უნდოდა რომ დაერბიეს სხვა ხალხი, არა იმიტომ რომ კეთილები იყვნენ, არამედ იცოდნენ რომ ხელს მაგათ შეაწმენ მერე და უმაღლესი კი ბაჩოები და ისინი თავის თავზე ამას არ აიღებდნენ. თბილისის მოვლენები ბჭყალებში როგორც რუსულ ვიკიპედიაში წერია სხვაგან ყველგან სხვა სახელი ქვია ხოცვაშლეტად ტრაგედია და ასე შემდეგ რომ მოხდა. თვითონ იქ იყო მთელი ამბავი რომ ისინი არ გორბაჩოვს და იმებს არ უთხოვდნენ დიახას დავარბიეთ იმ დროს ხო არა ხო გამოვიძიოთ რა მოხდა და რაღაც დაიწყეს როდიონოვი და მე ვქვევთ ხალხი ამბობდა რომ თუ ახლა უნდა გამოიძიოთ ყოველჯერზე რაღაცას რუსეთს დაგვავალენთ რომ გავაკეთოთ და ჩვენ შეგვაწმინდოთ ხელი აღარ ვიზამთ. იმას ამჟამად აღარ მომხდარა. იმიტომ რომ თბილისის მერე სხვაგანაც იყო მსგავსი ტრაგედიები, მაგრამ ერთ-ერთი ის იყო რამაც გამოიწვია მერე დაშლა საბჭოთა კავშირის და კიდევ ერთხელ ისტორიული კონტრფაქტებია რომ გორბაჩოვის გარდა ვინმე სხვა არ ყოფილიყო იქ რომელსაც ან უფრო ლიბერალური ან უფრო კაცრი ის არ იყო რომ დაშლილია საბჭოთა კავშირი და ადულად დავიშალეთ, იმიტომ რომ ხო მესმის ხო ისე როგორც ცინიზმი იყო მაგ 9 აპრილის ამბების მერე როდიონოვი ვინც იყო აქ ჯარების სარდალი დეპუტატად აირჩიეს მერე საქართველოში სამართლიანად ჩატარებული არჩევნების დიდი ტრადიცია არის ხო ხო ეცი რა არის უკვე გარედან არ იგრძნობოდა მაგრამ აქ შიგნი ყველა გრძნობდა რომ ასე აღარ გაგრძელდებოდა ნიკო ხო აქ გრძნობდა მაგრამ ნახე კონტრფაქტს ვამბობ აქ თბილისში ხარ რაღაცნაირად ხარ მაგრამ მინსკში კიევში დიდი ქვეყნები რაც არის რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, რომლებმაც ბოლოს დაშალეს კიდევ საბჭოთა კავშირი. აქ ქუთაისში რო ჩასულიყო, ვიღაცა იქნებოდა რომ კი დამოუკიდებლობა ძმებო. ეხლა რუსეთს ვისგან დამოუპოვებდნენ დამოუკიდებლობა თავისთავიდან. უკრაინას და ბელარუსში დღემდე ის იყო, ნუ არ იყო ესე ცალსახა დამოუკიდებლობა, რომ მოდი მაგის გარეშე არ გვინდა და ალტერნატივა არის, რომ იმისი არ იყოს 25 თებერვლისა. აქ რო გამოაცხადე დამოუკიდებლობა, შემოვიდა მე-11 პოლკი განსხვავებით პირველი რესპუბლიკიდან მაშინ საერთოდ არანაირი ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონდა. დაიკავეს თბილისი და გითხრათ მორჩით ხარ. ცოტა თავში ის ჩაგარტყეს, კიდევ ჯოხი. ამავე დროს ცოტა მოგეფერე რომ ოდნავ გავაუმჯობესებთ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციას. მე რასაც პირდებოდა გორბაჩოვი ერთი წლის მერე თავი და რო შეგფერებოდა რომ მოდი ფედერაცია იყოს და უფრო მეტი უფლება რომელსაც ყველა დათანხმდებოდა რომ ოკეი ბაზარი არ არის. ან მოკლედ კონტრდინარება ისტორიისა შეიძლება წარმოვიდგინო, როდესაც ჩამოვიდნენ ჩვენ დამოუკიდებლობა სისხლში ჩაახშეს. და დანარჩენი ახლა ბალტიისპირეთის ქვეყნები იქნება თუ რა ჩვენ ვიყავი და ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე ოპოზიციოდნე რო ცალკე ვიყოთ და ჩეჩნეთი რუსეთის ნაწილი. ხო, ისა რა ვიცი, მრავალკომპონენტიანი ის იყო პრობლემა მაშინ, ხო, საბჭოთა კავშირის წინაშე. ეკონომიკურს ნუ დაუკარგავთ მნიშვნელობას, იმიტომ რომ ყველაფრის დეფიციტი შეიქმნა, ხელფასების პრობლემა იყო და ნუ უამრავი ხარჯი ვერ კარგად იყო და შეიძლება ამბობ რომ მთელი ცხოვრება ვიცოდი რომ აბარა თქმა უნდა რომ დაშლის პროცესი გარდაუვალი იყო, მაგრამ ახალგაზრდელი გადმოსახედნე შეიძლება წარმოიდგინოს სხვა ვითარება, როცა შეიძლება არც კი დაშლილიყო. მეტი აქვს. კი ბატონო, ხო, მაგრამ უყურეთ თან ეს ხო ეს იმპერია თავის თავს აღიქვავს ერთ მთლიანად. რომლის ფართობი, რომლის სხეული შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ არა შემცირებისკენ. ეგრე არ არის, რომ აი აქ საქართველოს გამოეყოს, ან ბალტიის ქვეყნები გამოეყოს და ამან შვიდად გააგრძელოს, ხო? გადაყვება ამ ერჭრილობას, ამის შეხორცებას ხო, ვერ ეგუება და ხო და ბორგავენ და ხო, იქ უყურე, იქ მანამდე ბერლინის ის იყო გერმანიის გაერთიანების ამბავი ბერლინის ქვეყნები. ხო, ჩვენ ახლა მარტო აქ მოწყვეტილად ხო ვერ ავიღებთ და დიდი რაღაც იმის აი ტექტონიკური ის იყო ძვრების ნაწილი იყო ეს ამბავი, რომლის შეჩერება შეუძლებელი იყო. მერე ჩინეთისგან განსხვავებით, ხო? აქ რა ვიცი, იმის გამო რომ ძალიან მრავალეროვანი იყო და მერე არანაირი ძმური კავშირი, ძმური ერთიანი არ არსებობდა და ყველაფერი ტყუილზე იდგა. ყველაფერი არასწორ გათვლაზე იდგა. აი ეს გეგმიური ეკონომიკა. აი ყველაფერი გახსოვ ისე, მაგრამ აი ნახეთ ამ ეს რა დააკავშიროთ. მოკლედ მილიონი პრობლემა ქონდა, რომელსაც ვერ უცხოს რამაც გამოიწვია. მაშინ ხო გახსოვს შენს და ყველამ რომ ზვიადი და მერაბი დღეს რო არიან, მაშინ იყვნენ გიჟები. ანუ უმეტესობა ამბობდა ესენი რაც რადიკალები გამოდიან, რასაჭირო არის, ნუ ვაღიზიანებთ. უცებ თხილად ქართველებო ჭაბუა ამირეჯიბის ესეც წერილი იყო წყნა. ყველანი ესე იქნა რა რომ არავინ არ უყურებდა ამათ რომ აი ნახე ეგ ნეტამათთან ერთად ვიყოთ. ყველა იქნა რომ ნეფარმალები, რას ამბობდნენ ხოლმე, დისიდენტები, გიჟები, გაჩერდი, დაეტიე, რა გინდა იმეშვები. მე ერთად შეაღმოჩნდა რომ არა თურმე არ ყოფილან გიჟები. ხო?
რაც უფრო ხო, მაგრამ საიდან მოდიოდა ეს ყველაფერი? მოდიოდა იმ რამდენიმე წლიდან, რომელიც დამოუკიდებლობა ჰქონდა საუკუნის დასაწყისში, იმიტომ რომ მანამდე ხელმოსაჭირი გვექნებოდა, რომ რა მე-17 საუკუნეში ვიყავით რაღაცა და მე-12 საუკუნეში და ახთან გორასალთან მიდიხარ. ჩვენ გარშემო არიან რუსეთის პროვინციები, რომლებსაც ჩვენზე დიდი იმპერია ჰქონდათ, ჩვენზე უფრო ძლიერები იყვნენ და დღეს მათი ის აღარ არის. აი მე ნიკო რამხელა რამეს ნიშნავს, ხო, როგორი თანამედროვე ენა არის და სიმბოლოები არის, ხო? დროშა და კონსტიტუცია ქონდა. ანუ რო იკრიბებოდნენ ეს ასე ვთქვათ ეს გიჟები და არაფორმალები და ისინი იმას რაღაცებს გაუგება რაღაცებს კი არ იძახოდნენ და გაუგებარი ნივთებით კი არ მოდიოდნენ დროშებით, ჰიმნით, კონსტიტუციით, რომელიც ქონდა, რომელიც საამაყო იყო და აი ძნელია ასეთი არგუმენტების იოლად გაბათილება, ხო? გინდა შინაურ იმასთან, ოპონენტებთან და გინდა გარეთ მოსკოვში ოპონენტებთან, ხო? როგორ გააკრობ, ხო, ეს ფაქტები არის და ის როგორც წავიდნენ და სიტყვაზე არ გადააბარეს და მოკლედ ეს გლუვი გადაყვანა არ მოხდა ამ იმის პირველი რესპუბლიკის ამ საბჭოთა საქართველოში, ესე დიდწილად იმათი დამსახურება არის, იმათი გამჭრიახობის და იმის რომ საქართველოს ისტორია და ქვეყნის ბედი და ერის ბედი არ წყდება 3 წელში, 4 წელში, 5 წელში და 100 წლის მერე შეიძლება რაღაცა მისაქნას გამოიღოს ნაყოფი. ხო, ჩვენ როგორც ეს 3 წელი იყო ჩვენთვის ესეთი პოზიტივი და რაღაც ბიძგის მიმსემი, ასევე უკან დამხევი იყო ეს სტალინის ფენომენი. სხვათა შორის 25 თებერვალს ემთხვევა ასევე 70 წელი შესრულდა იმ ცნობილი 1956 წლის მე-20 ყრილობიდან, სადაც აი ხრუშოვმა ეს თავისი ეს მოხსენება ამ სტალინის კულტზე რო წაიკითხა და მე აქ თბილისში მთელი ამბები რომ მოყვა ეს 9 მარტის სისხლში ჩახშობა და მთელი ამბები. ერთადერთი არა, მაგრამ როგორი რაღაცა იყო, ხო? აქ გამოვიდა ხალხი ამ სტალინის დასაცავად და მოუწია ამ იმას მე ადგილობრივ ხელისუფლებასაც და მოსკოვიდან ჩამოსულან გადაუარეს ჩაახსეს სისხლში. ხო, აი სტალინის ფენომენი, სტალინსაც ახლა, ხო, სტალინი არის ერთმნიშვნელოვნად ამ პირველი რესპუბლიკის მთავარი მოსაფლავი, მთავარი მკვლელი და მეორე შემდგომი რეპრესიების ავტორი 20-იანი, 30-იანი წლების. სტალინმა რაც დაუშავა ქართულ სახელმწიფოს და საქართველოს რესპუბლიკას, ვერ შეედრება ვერავინ. მისი პირადი ინიციატივა ხა გასაგებია რომ გლობალურად რუსეთს უნდოდა ამ სამხრეთ კავკასიის დაპყრობა და ის, მაგრამ რა როლიც ამაში სტალინმა ითამაშა მისმა გავლენამ, მისმა დაგეგმვამ, მისმა კავშირებმა, მისმა ენერგიამ, იყო გადამწყვეტი. რო ნახო იმ პერიოდის სტალინთან ლენინის ჩხუბი მოვიდა საქართველოს საკითხზე, მაშინ უკვე ოკუპირებულია გაურობა და ბუდუნგივანი და ამ ქვინც იყვნენ სტალინი აღიქვამდა რომ იყვნენ მეტად ნაციონალისტები და ცოტა ზედმეტი უნდათ საქართველოსთვის და ლენინი მათკენ იყო და რაც ესე გაუბრაზდა სტალინს, όμως ლენინს უკვე აღარ ჰქონდა არაფერი თავისი ლენინს უნდოდა ისე დაეპყროთ საქართველო და ისე დაეთრიათ საქართველო, რომ აი გარეთ ვინც იყვნენ მაშინ ეს მაშინ ხო ძლიერი იყო ეს სოციალისტური მოძრაობა და რომ აი არ აღშფოთებული იყვნენ და რომ აი ეს ერთად თვით გამორკვევის უფლება ესე იმათ ხელშესახებად არ თვალსაჩინოდ არ გაეთელათ ფეხზე არ დაეკიდებიათ. ისე წარმოეჩინათ რომ თითქოს ხალხი აჯანყდა და მერე ჩვენთან მოვიდნენ და რაღაც დავეხმარეთ და რაღაც და ეს დიდად არ აღელვებდა სტალინს, თავარი იყო რომ შეუტია აირე. მერეა ძალიან საინტერესო აი მერე რა მოეხერხებიათ საქართველოსთვის. აი საბჭოთა კავშირი რომ უნდა შექმნილიყო რაღაც ფორმით უნდა ეს цаრისტული იმპერია რაღაცნაირად ამ სოციალისტურ იმპერიად გარდაქმნილიყო, ხო? აი რა სახით ყოფილიყო. სტალინი იყო მომხრე აი იმის, რომ რუსეთის შიგნით ყოფილიყო. ანუ ცალკე რესპუბლიკა დამოუკიდებელ ქვეყნის სახით კი არ ყოფილიყავი, აი როგორც საბჭოთა კავშირი. ხო, ავტონომია, ხო, აი როგორც ჩეჩნეთი იყო, როგორც თათრეთი სიტყვაზე რუსეთის შემადგენლობაში, ესე ყოფილიყო საქართველო. და აი ეს ვერ გაიტანა. კიდე კაი, იმიტომ რომ ამასაც მნიშვნელობა აქვს. მე საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, აღმოჩნდა, ხო, გაირკვა, რომ რესპუბლიკები იყვნენ თანაბარ უფლებიანები ბჭყალებში და შეეძლოთ რაღაცნაირად დამოუკიდებლობისათვის ებრძოლათ, ავტონომიებს კიდე ცალკე უწევდათ თავიანთ რესპუბლიკებთან და მერე მთლიან მოსკოვთან ბრძოლა. აი ის ყველაზე რადიკალური რაც კი შეიძლება ხო დააზიანა რომ დამოუკიდებლობა წაართვა დაიბრუნდა. აი მერე რა უნდა მოეხერხა, იქაც კიდე ყველაზე ცუდ ვარიანტს უჭერდა მხარს. ეს რეპრესიები ვითომ არაფერი. შენ წარმოიდგინე, ვინც დახვრიტეს, ვინც მოკლეს,
პოლიტიკოსები იქნებიან, ზოგადად ინტელექტუალები, მწერლები, ხელოვანები და ასე შემდეგ. ხო მასშტაბური არის, ვინც მოკლეს, ვინც დახვრიტეს, გადაასახლეს და რაღაც. ვინ ცოცხალი დარჩა, ხო ისიც რა შეიცვალა, შეშინდა, დაშინდა, ახლა შენს გვერდზე, შენს იმას რო ესე ადვილად კლავენ, ხრეტენ ვიღაცას, იცვლები. აი რა როგორ დასწევდა ეს ერს, ჩვენაირ პატარა ერს. ხო არ არის ძლიერი წარმოსადგენი, მარტივი წარმოსადგენი არის, რა ტიპის ზიანი მიაყენა. და აი მიუხედავად ამისა, რომ აი ესეთი რაღაცა ქონდა გაკეთებული, რა ვიცი, იმის გამო რომ ქართველი არის და ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მაშინ გლობალურ პოლიტიკაში, ის ომი მოიგო, ის რაღაც ნახევარი ევროპა შემოიერთა აქ რაღაც ის ხო ამის გამო რაღაცნაირად ხალხი გამოდიოდა მის დასაცავად, თორე აი როგორი რაღაც არის, ერთ-ერთი დისკუსია შევესწარი და იქ ერთ-ერთი პროფესორი ისტორიკოსი ამბობს, რომ აი როგორი წარმოსადგენი არის, რომ ისრაელში გამოდიოდნენ ებრაელების უფლებების დაცვით ტიპები და მოქონდეთ ჰიტლერის სურათი, ხო რაღაც აი ის არის სრულიად აცდენაა და აი შეცდომაა, ხო? აი რაღაც ეგეთი არის. არავის იმდენი არ დაუშავებია ქართველი ხალხისთვის, როგორც დაუშავეს ბოლშევიკებმა და განსაკუთრებით სტალინმა, ხო? დაპყრობა, რეპრესიები. ან გეტყვი შეიძლება დაუშავებია ჰიტლერს და მან მეორე მხარეს წარმოაჩა, რომ უცნაური არის, რომ ხან-ხან არის ავტორიტარიზმის სიყვარულია, რისი რა არის, მაგრამ ჩემუბანში რო გავდიო არის სტალინჟი არ აწერია ეს 1488 და ნაცისტური სლოგანები მთელ სოლოლოკი არის მოფენილი და მთაწმინდაზე არის. მანდაც არის ცოტა უცნაური, რომ ქემო სტალინი ქართველი მაინც იყო და ომში მოიგო. ჰიტლერმა ომში წააგო, ჩვენ დაგვესხა თავს. არაფერი საჩვენი იმას არ ქონია, ანუ სტალინზე კიდე იტყვი, რომ ნახე გორში დაიბადა. იმ ტიპის ნაციონალიზმს რა გამართლება აქვს, ხო საერთოდ წარმოუდგენელი. მე ხა დღემდე ხდება ხოლმე სტალინის მაქებარი რაღაცები, მაგრამ ისიც ხდება, რომ ქუჩაში სტასტიკებით მარშებით რომ მოდიან ხოლმე და დადიან და სვასტიკა დატოვებდა და ქუჩაში უფრო მეტს ვიდრე თქვა წითელ ვარსკვლავს არ სტალინის ულვაშებს ან ასე შემდეგ. არ მისმის, ანუ არც შენ არ ვითხოვ პასუხს, იმიტომ რომ არ არის მაგაზე პასუხი, რა იწვევს ამის მობრუნებას. რაღაც მომენტში დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა ახლოს რო იყოს, ვიღაცები აღამ აჰმად ხანის სტატუებით ივლიდნენ და არ ვიცი რა ის იქნებოდა. საიდანაც ხანა, კავშირი. შესაძლოა საიდან არიან ნაცისტები, არ ხო შეიძლება რომ თავიანთ ჩვენი სისხლისმღერების ბევრი ყავდა, რაღა იმათი ხო ის ამქონათ. იმათ დაუჭიროთ ხარი. არა და ეგრე, ანუ დღეს რო არ დადიან ისინი ბოლშევიკების ბანდები და ქუჩაში პატარა ბიჭებს იმას არ შვებიან, დანას არ უხრიან და არ ხოცავენ და წეხლებს არ უმწყავენ, ნაცისტები დადიან და აკეთებენ. ხო, ხო, თან იმათ სიმბოლიკებს რო იღებენ, ეგ არის ძალიან უცნაური, იმიტომ რომ ის ვინც იყვნენ იმის ნაღდი ფაშიზმის და ნაღდი ნაციზმის ვარსკვლავები, იმათ რო დაცლოდათ, ხო, ნუ ესენი ცოცხალი აღარავინ არ იქნებოდა. ანუ იმათ სიმბოლოებს მაინც რატო იყენებენ ესა? რომელიც შენ რა ქვია ადამიანზე ხო ვითრო დგას იმას subhumans რო ამბობ ხოლმე, ანუ ისე მიგიჩნევდა რომ თვითონ არიან ადამიანები. ხო, მეორე ხარისხოვანია და ნახირი. და აქ რომ დაბალი რასო და რაღაც. დაბალი რასა, რომლებიც რო შემოიჭნენ. ეხლა ეგრე რომ მოქცეულიყვნენ ნაცისტები არც იქნებოდნენ, მაგრამ რო ეთქვათ რომ აი ნახე რუსებს გავუხრით აქედან უკრაინაში, რომელიც ჰოლოდომორით იყო გათანხმული და აქ ვინ ყო ვიღაცას ხარი დაეჭირა მისთვის უფრო მეტს ვიდრე დაუჭირეს, მაგრამ არა ისინი იყვნენ თქვენს დაგხოცავთ იმათაც და ბოლოს ყველა ვიყავით რომ თან წააგო. ხო, ანუ ის და მაინც რამეს თან დებილი იყო. ანუ ჰიტლერზე მაკლაბაროს სტალინი არ იყო კარგი ადამიანი ჩემი აზრით, მაგრამ ტროცკის შეფასება არის ხოლმე გავრცელებული ტროცკის პირადი ის ქონდა რომ ეს იყო რაღაცნაირი რუხი ბიუროკრატი რომელმაც იმას მიაღწია და არამის ხომ მაგას არ იზიარებს, იმიტომ რომ არ იყო ეგეთი სტალინი. ახალგაზრდობაში ძალიანაც ქარიზმატული იყო და მე ხა ჭკვიანურს წერდა თუ სულადურს წიგნი არ გამოდიოდა ესე ვიღაცას რო არ გაეგზავნა სტალინს რო წაიკითხეოდა ის უბრუნებდა ხოლმე რაღაც თავისი შენიშვნებით ზევიდან სულ ყველაფერთან წერა კითხვა იცოდა და არ ეზარებოდა უბრალოდ სუდი ხასიათი ჰქონდა. ხო, საშინი. ხო და ისევ რომ მიუბრუნდოთ ამ მეოცეყლებას, ხო თითქოს ეს მე სტალინის კულტი ამხილეს და ყველამ გაიგო რა ხდებოდა და საშინელებები, ჰოლოდომორი და ხო ბევრი ლიდერი არის ეს მანიაკი, სასტიკი და რაღაცა, მაგრამ როგორც წესი, ნუ სხვა ქვეყანას უშავებს, სხვა ხალხს და ნუ ამან თავის ვიწრო გაგებით თავის და ზოგადადაც ყველა ხალხებს დაუშავა, ხო? შიდა რეპრესიები იყო საშინელი მასშტაბის რა. ბოლოს ისე იყო, ხო? აი იმის მერე, სტალინის გარდაცვალების მერე, ხო? აი რომ ნუ არ
ის იმდენი ადამიანი იყო ამ ლაგერებში და იმაზე, რომ იმათ ჩასახშობად მართლაც ჯარის გამოყენება სჭირდებოდათ და რაღაც უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ნუ ხო ამხილეს სტალინი მისი მეთოდები და რაღაცები, მაგრამ მაინც სისტემა გადარჩა, ხო სისტემას არაფერი მოაგდეს, სისტემა გადიოსახედი და რა სიცოცხლის უნარიანობა გააგზავნა 30-იანებში იყო რომ ინტერნეტი რო გაჩნდა რომ ეხა იქნება თავისუფლება, იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ინფორმაცია მოკეტო და აღარ გამოუშვა, იმიტომ რომ საიდანღაც გამოძვრება. იმიტომ რომ მანამდე დაშვება იყო, რომ როგორც საბჭოთა კავშირი იქცეოდა და სხვა ქვეყნები ავტორიტარულები, რომ ინფორმაციის წყაროს თუ აკონტროლებ, ნაცისტებიც ეგრე იყო, მე შენია ყოველ. ნუ ბოლო დროს დავინახეთ, აღმოჩნდა რომ არ არის ისე რომ ადამიანები აქტიურად სიმართლისკენ მისწრაფოდნენ და შეიძლება გქონდეს შემთხვევა, როდესაც უკრაინის ომზე მაგამჯერად ლაპარაკი, როცა ეხლა იყო ისტორიული დოკუმენტების ნახვა არ გჭირდება, წესით უნდა გახსოვდეს თუ ეხარ დაიბადე, ტელევიზორში უყურებდი ყველა არხაზე, იმედზეც და რუსთავიორზეც და პირველზეც და გაზეთში წაიკითხავი თუ გინდა და რაც ხდებოდა, იყო ზედაპირზე, შავი თეთრზე წაიკითხავ. იქაც დღემდე რომ წამოაძახებენ რომ ვერაირი და უკრაინა თავი რუსეთი მივიდა მოთხოვნებით, რომლის შესრულება იყო შეუძლებელი და ომის დაწყებამდე ზელენსკი ამბობდა რომ წამოვლდ რაღაცებს და გითმობთ, ანუ ნატოში არ შევიდეთ რაღაცა მე და მაგრამ არა ის არ იყო რომ რუსეთს უნდა რომ ომი დაეწყო და არა ის რომ რაღაცა კონკრეტული მიეღწია. ეს ყველაფერი დაფარული ისტორიის წიგნებში ჩამარხული მტვრიანი მასში კი არ უნდა იყო ტელევიზორში. ხო, უნდა მოინდომო. 9 საათიან ახალ ამბებში იყო, მაგით იწყებოდა და თან კიდევ ერთხელ არ იყო ორი ნარატივი, პროსახელოსფრო ტელევიზიაში იგივე ყველა ეგ იყო. მაგრამ გავიდა ცოტა ხანი და აღმოჩნდა რომ დღეს ესე ხარ თვალებში იმას იჭრე რომ ნახე თურმე სხვანაირად ყოფილა. ზენოიდეთ. ეხა იყო, ანუ თან როდის შეგიყვარდეთ პუტინ რა ხანგეები არ გიყვარს, იმიტომ პუტინი უნდა გიყვარდეს მაინდა-მაინც, ხო სხვა ის არ არის ხოლმე, მაგრამ ერთმერწმუნე რუსეთი, ერთმერწმუნე თუ არა, და დაგვიპყრო და რაღაცა, ხო მალაგეები იმასაც არ უყვარს და კაცია და კალი. რა შონშია, ხო, ანუ არც უკრაინა არის ლიბერალიზმის ტოპი და არც არასდროს არ ყოფილა გეგონება იმას დაესხნენ თავს. მე კი არ ვამართლებ იმას რამს, მაგრამ მოვთ ხოლმე არგუმენტებად, რომ აი ცივილიზაციის გადარჩენა აბარია პუტინს და რუსებს, რომლებიც არ ვიცი, სხვადასხვანაირი დეფინიცია არსებობს ამ სიტყვის, მაგრამ არც ერთი დეფინიციით არაფერს სათავეში არ დგანან. არანაირად. და ახლა ხო გეუბნები, აი როგორც სიტყვაზე ნამდვილი ისტორიული მოვლენების შესასწავლად და სიმართლის გამოსაჩხრეკად განსაკუთრებული ძალისხმევა გმართებს, ხო, ბევრი წიგნი უნდა წაიკითხო, სადღაც ბიბლიოთეკაში მიხვიდე, სადღაც არქივში მიხვიდე, რაღაც ძალისხმევა გასციო, ხო? აი ახლა რომ ვერ გაიგო რა ხდება, აი დაახლოებით ამ მასშტაბის ძალისხმევა უნდა გასციო, რომ ვერ გაიგო. არანაირი ძალისხმევა არ გჭირდება. არანაირი, აი სანდო რაღაცნაირად 3, 4, 5, 10 წყარო შეარჩიე იქიდან, აქედან არასანდოც, მაგრამ რაღაცნაირად განსხვავებულები წაიკითხე, რომ ერთმანეთს შეადარო. სულ ნუ დაჯდები რუსულ ენაზე. არის რომ ადამიანს უნდა სიმართლე გაიგოს. ხო, არ უნდა აი საქმე. ანუ თავიანთი გადაწყვეტა ესე მირჩევნია და ესე ვარ. მაგრამ მაყაშვილი მოკლებ საქართველოს ხელისუფლება, რა. მიდი და უხსენი ხა თვითონაც ხო იცის რა. ხო და ხო, აი ისევ ხო ესე იგი ახლა რაც ხდებოდა 20-30 წლის წინ, იმის წინ, აი რო თქვით სიტყვაზე იმ 56 წელს, 21 წელს და რაღაცა. ნუ აი ეს არის რა, აი ამ ჩვენი ამ დიდი მეზობლის ეს ცხოვრების წესია უკვე ესა. ნაჯახი მათთვის ბრალი არ არის. იგივე მახსენდება ხა რა კომუნისტებზე არ არის, თვითონ იმპერია. თქვათ ქალითაც ძალადობაზე წესო გამაუპატიურეს და კომენტარებში ვიღაც სხვა ქალები წერენ, იგი ეს გამოწიწინდი თუ რაღაც ანუ რაც მიახავს იმას ვლაპარაკობ, თან კითხვის ნიშანი კი არისო იქ რაღაცა რო ხო არა ფიხზე კიდიათ. არის თეორია. არ ვიცი რატომ. ჩემთვის რაც არა ადამიანობის პიკი არის და უცნაურია, როდის ახლა ჩვენი გამოცდილებით, ჩვენი ისტორიით, რა ვიცი, პირადი გამოცდილებით, სხვა ქვეყნებთან ურთიერთობით, გადარჩენისთვის ბრძოლით და იმით. აი, როდის გავხდით ამ მოძალადეების და დამპყრობლების მხარდამჭერელი. ხო, არ ვიცი, არ მახსენდება, ვერც რაღაც ის არის სტოკჰოლმის სინდრომია თუ რა ვერ ხვდები. ხო და ესია ეს ქვეყანა მოქმედებს ესე, აი ტერორი ნაჯახით, ეს ნაჯახი და სამოვარი ძალიან ესეთი ცნობილი ის არის, ამ რუსული იმის, ხო? ნაჯახი. ეს ნაჯახი რაღაცნაირად პერიოდულად მობლაგდება ხოლმე, ხო? მობლაგდება ხოლმე და მერე ისე ვიღაც გამოჩნდება ლიდერი, ალესავს და იწყებს სისხლის ღვრას. ხო? არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, არაფერს ისეც არ აკეთებს
პუტინი რაც არ გაუკეთებიათ მის წინამორბედებს. ანუ ეს არ არის უნიკალური გამოცდილება ახლა და აი ამ წუთას უნდა გავერკვეთ. ხო გვაქვს რაღაც გამოცდილება, ხო ისტორიული, კულტურული, ხო ვინ როდესაც რუსეთი ვიღაცას ეომება, ხო შეიძლება აი რაღაც ინტუიცია, კარგი ცოდნას დავიდავანებოთ. ინტუიცია მაინც გაგიჩნდეს, რომ იქნება აქ რუსეთის ბრალია. ხო აი ავღანეთის ომში, ჩეხეთში შეჭრისას, უნგრეთში შეჭრისას ეს მეორე მსოფლიო ომის როგორ დაიწყო, პოლონეთში შეჭრისას, საქართველოს დაპყრობისას, რა ვიცი, აბა ხო შეიძლება ინტუიციის დონეზე, ზურგის ტვინის დონეზე ეჭვი მაინც გაგიჩნდეს, რომ იქნებ რასაც ამათი პროპაგანდა ამბობს, ეს არ არის სიმართლე. ერთი ეგ და მეორე შიშენხოში განზრახვებზე როცა არის ხოლმე ლაპარაკი, ეს ისტორიკოსებისგან და იმდან ვიცი, რომ თქვათ პუტინმა გამოაქვეყნა თავისი ბოდვა ისტორიის ხედვისა, რომელიც არაფერში არ ჯდება, რაღაც სიმართლის მარცვალი შეიძლება იყოს, მაგრამ რაღაც რომელიც შეგიძლია იქამა თუ რა არასწორია, მაგრამ იქ წერია როცა თქვათ ლიდერი რაღაცაკეთ საქვეყნებს, სერიოზულად წაიკითხე, იმიტომ რომ დიდი ალბათ უღვარკლა ეგრე ფიქრობს. ანუ ის კი პროპაგანდაც არის, რაღაცა უნდა რომ დაგაჯეროს, მაგრამ როგორ წესი თავის მოსაზრებასთან შეუსაბამოს. კი, როგორც გიორგი ბადრიძე დიპლომატმა და მეცნიერმა პოლიტოლოგმა თქვა, როგორც კი ეს გამოაქვეყნა 22 წელში, ხო ეს არის პუტინის მაინკამპიო რა. ამით აპირებს მოქმედი. ხო და რო წაიკითხავ რაღაცა უკრაინაზე წერია, მაგრამ ასევე შეიძლება გამოიტანოს თქმა საქართველოს რას ფიქრობს და როგორი დამოკიდებული. ნუ რასაკვირველი. და სამ თვითონ წერს, ანუ კი არ უნდა ივარაუდო ან რაღაცა მჭხიბავი და იქირავ. ეს დაждდა და რაღაც ალბათ უკარნახა და იმან დაწერა, მაგრამ ის მანიფესტი მეგონა არავინ არ დააობს, რომ მართლაც და პუტინის დაწერილია. თავისი ხელი შეიძლება რა ვიღაცამ გაუსწორა, მაგრამ ეს არ არის ვიღაცამ დაუწერა. მან თუ ვიღაცამ დაუწერა, მან წაიკითხა და ხელი მოაწერა და თქვა, რომ კი ეს არის ჩემი. კი ბატონო. ხო, აი ის იმის გასარკვევად რას აკეთებს და როგორ აკეთებს და რამდენად ესე ვთქვათ თეთრი ხელთათმანებით მოქმედებს რუსეთი. აი კიდევ ერთი მორიგი არგუმენტი ჩვენმა უკრაინელმა კოლეგებმა რადიო თავისუფლების უკრაინელმა სამსახურმა დოკუმენტური ფილმი გააკეთა უგზო-უკლო დაკარგულთა მოძიების შესახებ. აი გადასარევი, მძიმე საყურებელი, მაგრამ აი იმის თვალსაჩინოებისთვის რა ჯოჯოხეთს ატრიალებს რუსეთი უკრაინაში, რომ ეს ხალხი მართლა გმირი მებრძოლი და იმავდროულად რა ვიცი, აი ესეთი შეწირული ხალხი არის რა, აი წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი ტრიალებს, ხო? აი გულგრილად ამის ნახვა შეუძლებელი, ეს არ არის ის ფილმი, რომ აი ჩაუჯდები და მშვიდად უყურებ და თუ შეძლებთ ყურებას უყურებთ, აი ეს ქვია დამიბრუნე ჩემი სახელი. ეს არის ადამიანზე, ადამიანების ჯგუფზე, რომლებიც დადიან და ამ იმაზე სანგრებში, ფრონტის ველში, დანგრეულ შენობებში, ავი ტყეებში, იმეებში ეძებენ ამ იმის ჯარისკაცების ფრაგმენტებს და ცდილობენ დაადგინონ ვინაობა და დაუბრუნონ ამ იმას ოჯახებს, ხო? აი აქედან ჩანს ის მასშტაბი, რას აკეთებს, როგორ აკეთებს და ვის ტერიტორიაზე ხდება. ვის ტერიტორიაზე ხდება, ეს არ არის უნიშნელო ამბავი, ხო? ეგრე არ არის, რომ ახლა იმის გაბლარვაც ხდება, ვინ ვის დაესხება თავს, რო კითხო, ხო, ეგრე ერთმნიშნ. ისე საერთოდ იცი რა არის, ახლა რასაც ჩვენ ვამბობთ ამ 25 თებერვალზე ვლაპარაკობთ 21 წელზე და იმაზე, აი, რო ამბობთ, რომ ეს რუსულია რაღაცნაირად, იცი რაში ჩანს და მე რა შინაარს ვდება მაშინ, ვინც ამბობს ვიღაცა, რომ აი ეს რუსული ის არის. სტილია, ნარატივია, რუსული მოდელია. აი თითქოს ძალიან კაფიო ცხადი რაღაცეები უკვე კარგავს ამ იმას. ფოკუსს. აი ყველაფერი ერთმნიშვნელოვანი არ არის. იცი რა არის? აჩნია როგორ შეხედა. ხო, აი ეს იქიდან მოდის. 100 არ იყო აქ ახლა რამოდენიმე წლის წინ, ხო? აი ყველაფერი დგება ეჭვის ქვეშ. აი ვინ დაიწყო ომი? კაცმა თადბირი მოიწვია, ყველა დაითანხმა, სიტყვა წარმოთქვა და ერთმა რაღაც ორაზრო უნდა თქვა, რომ იქნებ ვაცალოთ კიდეო და დასცინეს და რამის ყველა ელოდებოდა, რომ იმას დაიჭერენ ნარიშკინს და საგარეო დაზვერვის ტიპს დაიჭერდნენ და რაღაცას უზავთ. ეს ის კი არ იყო მიკიბულ-მოკიბულად, ან ვინც ოდნავ, ვინც არ დაეთანხმა, ხო, ის გაიპრესა რაღაცნაირად. და ნარიშკინი, რომელიც სულ არ არის ლიბერალიზმის, ხო, არა, რასაკვირველია. მომხრე, ანუ შეიძლება რომ იქნება ცოტა. ხო და მაგრამ ახლა მაინც ერთმნიშვნელოვანი არ არის, იცი მანამდე 2 დღით ადრე, 2 წლით ადრე რა ხდებოდა და რაღაცა. აი ეს არის ის, აი ბჭყალებში
რუსული მაგათისა რომ მანამდე 9 წელი სად იყავით რომ მაგათი ძახილია ხოლმე რომ როცა უკრაინა დონეცკში გენოციდს აწყობდა ყველანაირ ბჭყალებში შემაკეში ჩასმული უნდა რა არ აწყობდა მაგრამ მაგათი იყო ხოლმე პროპაგანდა რომ აი ნახე არ ყოფილა იმის 12-ის კამისის ბიჭუნა არ ყოფილა ხო გაკრული ჯვარზე არ ყოფილა და ბოლოს ესეთ რაც ეს ვფიქრობდი რომ მარო მაყაშვილით რახან დავიწყეთ რომ დავამთავროთ რომ გავიმარჯვებთ სახელოვნად ის ფრაზა არის რომელიც ესე იყო ატაცებული და რიღაცას ეწერა Facebook-ზე და მეც ეგრე ვფიქრობდი რომ რამდენად სწორია აი დაცო ფრაზა დამარცხებულა ხოლმე ვერ გაიმარჯვა და არც მე არ გამომარჯვებია და არც არაფერი და მე გამახსენდა ასევე ძალიან საკამათო მოსაზრება წავიდეთ რომ ბეჭდავი ზარაბელი კი არა და Game of Thrones სატახტო თამაშები თუ არ გინახავთ ან წაგიკითხავთ გაგონილი მაინც გქნებათ რა ხდება შიგნით ერთ-ერთი მოსაზრება იყო რა დედა იცი ვინ გაიმარჯვა Game of Thrones-შიო იმა სტარკმა პირველ სეზონში თავს რეჭმია რა ქვია სტარკის არ მახსოვს ხო იცით არის ლაპარაკი ჯერანაირად ვარ თუ მე დამარცხდა ეგ იყო თუ მე დამარცხდა ეგ იყო რომ რაღაცა შევიდა ინტრიგაში და წარმოუდგენა არ ქონდა ინტრიგის და მაშინვე პირველივე სეზონში სეზონის ბოლოს თავი მოაჭრეს და ეგ იყო ჩემი პირველი შოკი რომ თავარი პერსონაჟი რაღა უნდა არის რომ პასუხი არის რომ ბოლოში ყველა ვკვდებით მაინც იქ ლანისტერებმა ხომ მოუგეს რომ სად არის მაგათი სახელი მაგათი შვილები სად არიან და როგორ პატივცემენ თავიანთ მამას და მაგათი შვილიშვილები ანუ არის რაღაცები როცა მიდიხარ კომპრომისებზე გამარჯვებას აღწევ იმ წუთას ხოჩა რაღაცა ისქენი მაგრამ სტარკების ოჯახი ძლიერი დარჩა ჩრდილოეთს ახსოვს North remembers და კი ინტრიგაში წააგო მეფემ თუ რა ვიცი მეფის მარჯვენა ხელმა whatever მაგრამ საბოლოოში კაცობაში არ წარუგია და იმაში როგორც პატრიარქი როგორც ოჯახის უფროსი როგორც შვილები და შვილიშვილები მე რო ამბობენ რომ აი რატომ ვიქცეთ იმიტომ რომ მაგალითი მოგწვა აი მაგაში გაიმარჯვა რაც საკამათო მოსაზრებაა მაგრამ მე მომწონს და ვეთანხმებენ კი ასე რომ არა თავარი იდეა გაიმარჯვა სახელოვნად ომში წააგეს წავაგეთ მაგრამ გავიმარჯვეთ სახელოვნად იმიტომ რომ დღეს დამოუკიდებელი საქართველოს არსებობს იმიტომ რომ არის სხვა ჩვენ ყველა რეგიონები გარშემო რომლებსაც დამოუკიდებლობა აღარ აქვს და აღარც უფიქრიათ აქ იცი რო არ კონდეს 400 წელი დამოუკიდებლობა რო ადრე კონდა რაღაცა ხა არა გვაქვს და რავი ვაღართ რა მის შემოდგომობაში რომ მოხვიდე რა მეტყვა წავა ნიკო შევებრძოლოთ ის გეტყვი თავი დამანები არ მინდა კაცო იყოს რუსეთის კონსტიტუცია კი რაღაც პერიოდი ეს ფანტომური ტკივილები გაყვება და მე დამთავრდება ხო ვიცი რა არის საუკუნეების და რაღაც 1000 წლების წინ რაღაც დაკარგულს გაღებულს ხვერპლს იმას სხვანაირად უყურებ ხო რაღაცნაირად და შენი მიზანი არის აი დღეს პოლიტიკოსი ხარ მოქალაქე ხარ თუ ვინც ხარ ხო რომ რაღაცნაირად ეს წვეტა არ მოხდეს გაიგე იმიტომ რომ ეს წვეტა თუ გაგრძელდა ხო შეიძლება ნეკროსში გადაიზარდოს და მოკვდეს ელემენტარულად ყველაფერი კვდება რა ახლა ეგრე თუ არ ასულგმული არ მოუარე არ მორწყი ხო რაღაცნაირად შენი პასუხისგებლობა არის და ეგ იდეა ხო და ეგ დევიზიც ხო ეგ არის რომ სიცოცხლე გრძელდება სანამ იდეა არის ამ ბრძოლის და იდეა გაქვს რომ წინააღმდეგობა გასწივა რასაკვირველია არა ხარ დამარცხებული ხარ როდესაც იმის ნარატივზე გადადიხარ და იმის იდეები იმის ღირებულებები მოგაქვს აი ეს ალექსანდრე ორბელიანი მე-19 საუკუნის 32 წლის შეთქმულების მონაწილე ის მაგას ამბობდა რომ ასეთი მტერი არ ყოლიაო ხო ყველა ცდილობდა გაეძარცვე რაღაც აერთმიე სახლი რაღაც ფიზიკურად დაეშავებია რაღაცა მაგრამ ჩანაცვლება რომ ეცადაო არ არისო არ ყოფილა ეგ ესენი კიდე ამას აკეთებენ რომ გავა დრო და მოვლენო და ეს ხალხი არ არისო იტყვიანო ხო ყველაფერი გექნება იმ აი ეს რბილი ძალა რასაც ქვია ხო დღემდე მისტირიანი ვორონცომა ის აგვიშენა ეს გაგვიკეთა ის გაგვიკეთა ხო და მაგას გეუბნები ეს კი გექნება იმის სამსახურში იქნება მაგრამ იმისთვის იბრძოლები იმისთვის მოიკლავ თავს აბა ომი გინდათ ეს არის დღევანდელი ამბავი თორე ხვალ აღარ კითხავ შენ ომი გინდა თუ არა იმის ომში მე არ კითხავენ აქ დასავლეთსა და იმას რუსეთს რო აპირისპირებენ ხო ორივე მტერია ჩემთვის თუ მე არ მithვალისწინებს და იმას და ის ესე მელაპარაკება და რა განსხვავებაა ის თუ ესე მელაპარაკება ის განსხვავება არის რომ იმის ომებში შენ არ გიომია არასოდეს და ამის ომებში გამწყდარი ხარ მილიონჯერ ხო ჩეჩნების შენურად იტყოდნენ ან ინგუშებს რა და ვარჩავერებით აი ზუსტად აი უყურე რაც კერზე ხელი ვიტყარო რაც ხოცეს თვითონ 90-იან წლებში იმ პირველი ომის დროს ხო აი იმის იმას მე-19 საუკუნე კაი დავანებოთ თავი აი ახლა რასაც ჩვენ შევესწარით
სხვათა შორის YouTube-ზეც არის. აი ჩაწერონ იქ აი ესეთ რაღაც რუსი ჯარისკაცი ჩეჩენის ყურები. ნევზოროვის ფილმი არის, აი ცნობილი ჟურნალისტი რო არის, ჩეჩენეთში ჩადიოდა რეპორტაჟი და ტიპები რო ბლატავდნენ. ცნობილი სახელი და გვარებით ჯარისკაცები და ვიღაცები ომში რო გახურდებიან, ხო იცი მეორე ზოგი ის რაღაც გმირად და რაღაც იმას სახელს იკრებს და რაღაცა. ტიპი აჩვენეს ამ იმას გამშრალ ეგეთ იმეებს ბერეტზე უდევს და ყველა იმასო ისა აქვს აქაო თავმოყარე ჯარისკაცოს და იმასავიდა. CV-ვით არისო რა, რომ სადღაც პროპუსკივით არისო რა, მოჭრილი ჩეჩნების ყურები და. ახლა უკრაინის ომშიც ეს ერთ გენერალი არის, რომელსაც ეს გაუსკდა ეს სკანდალი, ის ჩანაწერები მოიპოვა უკრაინის დაზრვა, ფოტოც არის, ტიპს რო უდევს მაგიდაზე ეს ყურები და ცოლსებლატავება, ეს გირლანდა უნდა გავაკეთო და რაღაცა. ხო და რას გეუბნები? ერთი რასაც თვითონ ხოცავენ პირდაპირ ამ იმის ოკუპაციის და დაპყრობის დროს და მერე თავის ამ დამპყრობულ და სხვა დამპლურ ომებში რო გაომებენ. აი იქით მცირე ხალხები რო են ბურიატები და ისინი პროცენტულად არის ვერ წარმოიდგენ რა მასშტაბით ესე იგი. აი ხო მან ხო მრავალეროვანი ქვეყანა არის ხო? რომელი ეროვნებები არიან ის ამას თვლიან, რომელი ეროვნებები არიან დაღუპული ყველაზე მეტად. ეგენი, აი ეს დაპრობილიერები. ხო და ის რომ ახლა აბა ომი გინდა და აბა ომის აცილების გზა არ არის ეს რუსეთისთვის რაღაც კოჭის გორება ხო ესე არ თავდება და იმის არ იყოს ცოდნა თუ არა გვაქვს რაღაც ინტუიცია ხო შეხედე რა თავის იმას ხო არგუმენტად რო უთვლიან იმას რომ ყველამ ვიცით რუსეთი რა არის და რუსეთი მსხვერპლს არ ათვლის ხო მაგარი არგუმენტი არის რომ რაღაცნაირად იმათი ის პროპაგანდა გაამართლო და რაღაცნაირად გაუგო იმათ ხო და ამ ომშიც ხო ესა ეს ფოკუსი რო არის მიშვერილი ამ თითქოს ზელენსკის იმაზე არის პოლიტიკურ ნებაზე ომის დამთავრება. სინამდვილეში ომი უნდა დაამთავროს პუტინმა, რომელმაც ისეთი სიტუაცია შექმნა, რომ უბრალოდ ეს ომი არ დამთავრდება არასოდეს. აი თვითონ ისეთ სისტემა არის ახლა ისე დაქოქა ეს ომის მანქანა, რომ სულ რომ ღმერთმა დაიფაროს, აი დაუფინონ ფიანდაზები და მოდი კიევში, ხო? იქ არ გაჩერდება რა როგორ წარმოგიდგენია რომ ეს ამდენი ნაომარი ჯარისკაცი ეკონომიკა გადაწყობილი უცბად ყველა მშვიდობაზე გადადის ამ ჯარს უკან აბრუნებს ხალხს უშვებს სახში და გავაგრძელოთ მშვიდობიანი ცხოვრება იმ ზგლიადის კეთება და რაღაც ის გადაცემების და შოუ და ის დაბრუნდება წარმოუდგენელი არის მილიონი მას გარშემო მილიონი მეზობელი ყავს რომელსაც მეორე დღესვე შეუტევს და რაღაცას შარს მოდებს. პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რა ვიცი. საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რა გააჩერებს? რითი განსხვავდება ის ნარატივი, რითიც ომი დაიწყო, რომელსაც ძალიან მარტივად შეაკოციცებს სხვა ქვეყნებისთვისაც. ხო, ესე არ არის რა, ვინც დაიწყო ომი, ის ან უნდა დამარცხდეს, ან უნდა დანებდეს, რა ვიცი, თუ ის ზელენსკი დანებდება ან რაღაც დონბას დაუთმობს, ზღაპარია ეს ამბავი. ანუ ყველას გონია რომ ის ტერიტორიები მოაკლდათ თუ რაღაც ხო არა არიან თუ გავცეთ კიდე სხვაგანდა წავიდნენ თუ რა იცი რა არის თავიდან რაც ხონდა ჩაფიქრებული სამ დღეში ავიღებ და რაღაცას გასაგებია ის რომ გამოსვლოდა გაფართოვდებოდა და ახლა იქნებოდა როგორც უკრაინას თავის დროზე საქართველოს ედიტგულებოდა აი ესე დაუწყებდა პოლონეთს ბალტიის ქვეყნებს და მე რაღაც ეტაპზე აი ის რო იყო ნემცოვი პრეზიდენტობის კანდიდატი ვიცე-პრემიერი ელცინის დროს და იყო საუბარი რომ ელცინის მემკვიდრე უნდა გავხდარიყო ნემცოვი და გუბერნატორიც იყო მოკლედ რომელიც მოკლეს და პუტინს ლანძღავდა რაღაც ის არანორმატიული ლექსიკითაც იხსენიებდა მაგრამ როდესაც ყირიმში შეიჭრა და ყირიმის ანექსია მოახდინა იმან თქვა აი რა ვიცი ძალიან წინასწარმეტყველური სიტყვები ეს რას ნიშნავს ვიციო ტიპი ცოცხალი არაპირებს კრემლიდან გამოსვლას, სულ ექნება ომი და რაღაც ახალი ამბები. გამართლდა, ხო? ხო მარტივად შეიძლება რომ ეს დღეს არ დამთავრდება და ხვალ არ დამთავრდება. სანამ იცოცხლებს, თან ახლა თავს უვლის ტიპი, ხო, არ სვამს, არ ეწევა რაღაც ფიზკულტურა. ბუნკერში ჩადის, გძელმაგიდებთან ხდება, ხო, 150 წელი აპირებს ცხოვრებას და ხო, არ ვიცი, ნუ ახლა იმის იმედად რომ რაღაცნაირად ის მადას დაიკმაყოფილებს და გაჩერდება, ძნელი წარმოსადგენია და ეს ყველაფერი გამახსენდა, რა ვიცი, ახლა იმას ჩვენს მეგობარს და კოლეგას სანდროს ჯუფალაკიანს ჰქონდა სკრებული ამოღებული ეს იმედის რაღაც სიუჟეტებიდან, ხო? ნუ აი ახლა რა უყურებ ერთ RTV-ა ის თუ რა ქვია იმას Russia Today-ს ან იმას სალავიოვის და იმებს, აი როგორ დაახლოებით
ახლა ისეთი ოსტატურად შეიძლება ვერა ცოტა მაზალოთ, მაგრამ დაახლოებით იგივე რაღაცას იმეორებენ და ახლა მე უკვირს რომ დაგვასანქცირესო ახლა ეს სანქციები მოიტანს ქვეყნისთვის დიდ პრობლემებს, მართლა შეიძლება მე გაიყოს ეს და აქეთ აღმოჩნდე და არავის არ უხარია ეს სანქციები, მაგრამ ახლა თუ არ გაჩერდები, თუ ყველაფერს გააკეთებ ამისთვის, რაღაცნაირად გამოსტყუებ რა. მე მგონი აი ეს ზუსტად შეესაბამება ახლა ეს აი გამოსტყუეს რა. რაღაცნაირად. მე ისამოქს, კი ვარ სტუმარი, მაგრამ ასევე ჟამთახტალ თუ დროის გაგვეცა დრო. დრო გაგვეცა. აი კომენტარი. კაი, კომენტარები სხვა დროს იყოს. ანუ ეს დროს არ უზომავ ხოლმე, მაგრამ გულით ხვდები, როცა თუ გულმანით, როცა საათს გადაცდა და გადაცდა უკვე. შინაგანი საათი გიმუშავებს. ჩვენ სამ შემთხვევაში მიმუშავებს. სხვა დროს განსაკუთრებული დონორობით არ გამო. ნიკოს აქვს შვეიცარიული შინაგანი საათი. შვეიცარიული შინაგანი. კიდე ერთი შეუნდა იყოს სამი სიტყვა რომელიც ეცოდა. მოკლედ, აბა გემშვიდობებით და კომენტარებში თქვენ რას ფიქრობთ, ახლა აგე ჩვენ ძალიან ვინერვიულეთ და ძალიან ემოციურად ვილაპარაკეთ და ცოტა ბოდიშსაც მოგიხდით ამ ემოციურობისაც ნიკო. რა ვიცი. არასოდეს ზედმეტი არ არის ბოდიშის ვახტი. დროებით მე არაფერზე ბოდიში არ